აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქალაქის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ვარდების ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, თავი შესწირეს სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს ხო ოცნება ერთიან საქართველოსზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება. მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და ჩემს შვილიშვილთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი ნახავენ სოხუმს, ისინი ნახავენ აფხაზეთს, ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის აი ამ კედელზე, აი ამ მემორიალურ დაფაზე, ამ გამოკვეთილი მათი დიდი ბაბუის ბიძინამ გალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია, რამე თუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადაწესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ეს სიცოცხლე და არასოდეს არ დავდგეთ აი ამ ფაქტის წინაშე, სადაც ეხავ დგევართ. ამისთვის ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს, რომ ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს. მძიმეა შედეგები, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ, დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, 10,000-ობით ტოვილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ურთიერთმიტევების, შერიგების, უნდა აღდგეს ნდობა ერთმანეთში, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობა. პირველ რიგში მე მინდა მიუსამძიმრო ყველა იმ გმირის მშობელს, რომელიც ამ მემორიალზეა გამოსახული. მიუსამძიმრო მთლიანად ჩვენ საქართველოს. რამე თუ ომის დროს, ომი არის პროცესი, როდესაც ყველაზე საუკეთესო ხალხნი მიდიან. და იმედი ვიქონიოთ იმისა, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი. ემის შვილი მამუკა ბეინაშვილი 1992 წელს იყო გაწეული სამხედრო სამსახურში. დაიწყო მერე 14 აგვისტოს ეს აფხაზეთის ამბავი და წავიდა. მაგრამ არ ეკუთვნოდა შვილო, ახალწეული იყო, მაგრამ მეო ჩემს სამშობლოს სასავჭირდებიო იქ უნდა ვიყო. თუ ტყუილი თქვა, ტყვია მომხდეს, ასეთი სიტყვებით დამირეკა, გაიფარა. 19 წლის გახდა გასვენების მეორე დღეს. თუ იყოს მშვიდობა, ჩვენი შვილები ყოფილიყვნენ ბოლო უკანასკნელები ამ ომებში დაღუპულები. 27 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ კათალიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით მეუფე შიომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 27 სექტემბერი არის ჩვენი საერთო ტრაგედიის დღე. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ უდიდეს თავგანწირვას, ეროვნული გმირობის უდიდეს მაგალითს, რომელმაც ჟული შარტავა მისცა და ჩვენ მთავრობის წევრებმა, რომლებიც 27 სექტემბერს შეეწირნენ საქართველოს ერთიანობას და ღირსებას. ხაზი უნდა გაუსვათ ორი სასახელო მამულიშვილის, რაულ ეშბას და სუმბატ სააკიანის თავგანწირვას, რომლებიც ჟული შარტავასთან ერთად იყვნენ და შეეწირნენ სამშობლოს ერთიანობას და ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებას საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გურამ გაბესკერიას, გენო ადამიანსა და თამაზ ნადარეიშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ჟიული შარტავა ეკუთვნის იმ გმირების რიცხვს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნულ თვითშეგნებას და რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს გმირები გვასწავლიან, როგორ უნდა ვემსახუროთ სამშობლოს. 31 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემის დღიდან და ჩვენ როგორც ტრადიციულად დღევანდელ ყოველთვის ნიშნავდა მოვდივარ ჩვენს გმირების საფლავზე. ბატონიგანა იყო ჩვენი მეთაური 23 ბრიგადის და ასევე ყველა გმირების საფლავებს ავდიათ და ვიხსენებთ დღევანდელ დღეს ყველას. 27 სექტემბერი არის ორმაგი ემოციების მატარებელი ჩემთვისაც და მთლიანი ჩვენი ოჯახისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ბაბუა იყო, ოჯახის წევრი იყო, წინამძღოლი იყო და ეს ჩვენთვის ტრაგედია, მაგრამ მეორე მხრივ მან შესწირა საკუთარი სიცოცხლე ქვეყნისთვის და გარკვეული სიამაყის გზნობის გამომწვევიც არის ეს ჩვენთვის. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქის მერი გურამ გაბესკერია, მამია ალასანია და მათი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარის თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს. ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილი საზოგადოების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პირველი სამუშაო შეხვედრით შევხვდი ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მას გადაუხადე მადლობა მოწვევისთვის და მადლობა გვერდში დგომისთვის, რასაც იგი და მისი მინისტრთა კაბინეტი აკეთებდნენ წლების მანძილზე დევნილი მოსახლეობისათვის და იმ დაფინანსებული პროექტებისთვის, რაც მათ დააფინანსეს ამ ხნის მანძილზე. დავსახეთ მიზნები, რომელიც თვალისწინებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის საჭიროებების კვლევას და დავსახეთ შემდგომი ურთიერთობები ამ მიმართულებით. რაც მოიცავდეს იქნება მონახულებას ჩვენი დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ დასახლებებში და მათ საჭიროების კვლევას. გაიმართა გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. მოგეხსენება, ჩვენ გვაქვს უწყვეტი კომუნიკაცია ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით. დევნილები ზოგადად ჩვენი პრიორიტეტია ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით, როგორც ბენეფიციარები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს ხშირი შეხვედრები და უწყვეტი კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი და წინაპირობა მათთვის ყველა აუცილებელი სერვისის მისაწოდებლად. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ჯანდაცვის და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოში შეხვედრებს მართავს. მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროების მოგვარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა კი დევნილ მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას გეგმავს. დავმართეთ შეხვედრა სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნიაში, გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტის მერებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად. მადლობა გადაუხადე მათ დევნილი მოსახლეობის მიმართ გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ ვერ დავინახე წალენჯიხის მერი, ვერც წარმომადგენელი. მე ვიცი, რომ ბევრია იქ დევნილი მოსახლეობა და მინდა მიმართო მათ, რომ მათი პრობლემებიც იგივენაირად იქნება გაზიარებული და მიტანილი გულთან, როგორც დანარჩენების. აქვე მინდა აღვნიშნო ზუგდიდის სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ენგურს მიღმა მოსახლეობა
უნდა იყოს აქტიურ ბმაში ზუგდიდთან და ამ მიმართულებითაც მუშაობთ. მოგეხსენება თბილისის მერე ყველაზე დიდი რაოდენობით დევნილი მოსახლეობა სწორედ იმყოფება და ცხოვრობს და რეგისტრირებულია სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრად მეტი ყურადღება გადმოტანილი გვაქვს ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებს. მართალია ბევრი რამ გაკეთებულია, თუმცა გამოწვევები რა თქმა უნდა რჩება. სწორედ ამ საკითხების გადასაჭრელად ვიყავით დღეს შეკრებილი და საუბრისას მრავალი სხვადასხვა ღონისძიებები იქნა დაგეგმილი. აფხაზეთის მთავრობის სახალხო მწვანეთა ერთად გონდა საუბარი დევნილთა საჭიროებებზე. ფოჩით 11-ზე მეტი დევნილი არის რეგისტრირებული სხვადასხვა დასახლებებში. ჩვენ რა თქმა უნდა სისტემატიურად მართა კომუნიკაციით ვზრუნავთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ აქვთ ადგილზე, იქნება ეს მრავალბინიანი საცხობრივი კორპუსებში არსებული პრობლემები თუ სხვა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი კოორდინაციით აფხაზეთის მთავრობასთან, მის სახალხო მწვანეთა ბატონ ლევანთან ერთად კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. შეკრებილ საზოგადოებას აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი დისტანციურად მიმართა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბიორნ ბერგემ. ღონისძიების ფარგლებში თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა დაჯილდოვდა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ახალგაზრდა დაჩი ახვლედიანი. ხოლო ნომინაციაში საუკეთესო სამშვიდობო იდეა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ცენტრი მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. მოხარული ვარ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო უკვე ტრადიციულად ისევ მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელსაც აწყობს შერიგების და სამთავრობო სახელმწიფო მინისტრი. დღესაც ქონდა შესაძლებლობა რომ გამოდიოდნენ ის ახალგაზრდები, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩართული არიან სხვადასხვა პროექტებში და აქვთ იდეები, რომელიც წარმოდგენილი იყო კონკურსისთვის. ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებები და აქტივობები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის შერიგების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლება იყოს ეფექტიანი. ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დიდ შედეგს მივაღწიოთ. მშვიდობის საერთაშორისო დღის ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა ჩვენ ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ, იმის ნითაც რომ კიდევ ერთხელ ერთად გავაჟღეროთ ძლიერი გზავნილი მშვიდობის გამტკიცების მნიშვნელობაზე ჩვენი ხალხის შერიგების და გაერთიანებისთვის. ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, უფლებები და უსაფრთხოება. გულითა და თბილოთ მშვიდობის ჯილდოს წლევანდელ გამარჯვებულებს და რწმენას გამოვთქვამ, რომ ამგვარი წამახალისებელი ინიციატივები შემდგომშიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების ურთიერთგაგებისა და ნდობის აღდგენის მტკიცე სულისკვეთობით მიმდინარეობს. მშვიდობის მშენებლობაში ზოგადად მთლიანად ყველა მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობა არის საგანგებო მნიშვნელობის და რასაკვირველია მშვიდობის საერთაშორისო დღეს საუკეთესო ღონისძიება ჩაატარა სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დაჯილდოვდნენ ის ახალგაზრდები, ვინც თავი გამოიჩინა თავის თეორიული თუ პრაქტიკული მონაცემების რეალიზაციით, რომელიც ეხება აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში გარკვეული პროცესების განვითარებას. იქით საოკუპაციო ხალხს იქით ცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფას და მთელი რიგი ღონისძიებები გაკეთდა. უამრავი კონკურსანტი იყო, ორი საუკეთესო შეირჩა და დაჯილდოვდნენ კიდევაც. ეს პრაქტიკა გაგრძელდება და ამ პრაქტიკას აუცილებლად ექნება კეთილი დასასრული. ძალიან მიხარია რომ ეს დავიღე 10 წელზე მეტია ამ სფეროში საქმიანობ ძალიან ბევრი კარგი საქმეა ამ საქმიანობის უკან კარგი ადამიანია ჩემს ირგვლივ ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დროში როდესაც
ყველაფერი დაძაბულობისკენ მიდის, პოლარიზებისკენ მიდის, ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამშვიდობო პროცესი არ არის ის სოლი, ის ხაზი, სადაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეები ვიყოთ დანარჩენზე განხდებით, რომ ადამიანები ვართ, ინდივიდუები ვართ და ყველაფერზე შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, დიდი ტკივილი ჩვენი ქვეყნისთვის, ოკუპირებული ტერიტორია და ზოგადად მშვიდობა და ყველაზე მეტად ჩვენ უნდა გვესმოდეს მისი ფასი. შესაბამისად, ამ თემას როცა ეხება საქმე, აქ უკვე სხვა ყველაფერი უკანა პლანზე იწევს ჩვენთვის და ასევე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის იქნება мотиваცია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ დღესაც, რომელთა ყოველდღიურობა არის არც ისე მარტივი რბილად რომ ვთქვათ და მიხარია რომ წელს ამ ჯილდოს ასე ვთქვათ ნომინაციაში გავიმარჯვე მე. დიდ მადლობას მოვახსენებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ გახლავთ ორგანიზაცია მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის, რომლებიც აფხაზ თანატოლებთან მეგობრული და საინტერესო კომუნიკაციის დამყარებისთვის ძალიან აქტუალურად ვიბრძვით. ამიტომ ჩემო ძვირფასო აფხაზო დებო და ძმებო, ჩვენ გიჭდით მეგობრობის ხელს, ვჭირდებით, გვიყვარხართ და გვეიმედებთ. 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჯალახონია უძღვებოდა. კონფერენციაზე მოხსენებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბეჟან ხორავა წარდგნენ. კონფერენციას უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე ნაკლებად იყო და არის ცნობილი თუ რა წვლილი შეიტანა ამ აჯანყებაში აფხაზეთმა და კონკრეტულად აფხაზი ეთნოსის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანი იყო სწორედ იმის ჩვენება, რომ აფხაზეთმა და მათ შორის ეთნიკურმა აფხაზებმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს იმ აჯანყებაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა და მის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური აფხაზეთის აღდგენა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ეგრეთ წოდებული რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესი იუწყება. 1 სექტემბერს მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო დაფინანსება შეაჩერა. მოთხოვნათა ჩამონათვალში იყო ამ დოკუმენტის დამტკიცებაც. მანამდე აფხაზური ოპოზიციის ნაწილმა განცხადება გამოაქვეყნა და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მხრიდან საკანონმდებლო ორგანოზე უპრეცედენტო ზეწოლაზე მიუთითა და ეგრეთ წოდებული დეპუტატებს საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდეს. თავად ბჟანიამ განაცხადა, რომ შეთანხმება არავითარ რისკს არ შეიცავს. მისი თქმით, ის აფხაზი ბიზნესმენებისთვის ხსნის თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბრისას ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელებაზე. სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარების შეთანხმების რატიფიცირება შეიძლება შეფასდეს როგორც რუსეთის მხრიდან, ასე ვთქვათ, ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელება. ჩვენ ვიცით, რომ რამოდენიმე სადაო ეგრეთ წოდებული შეთანხმებები და კანონებია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ერთ-ერთი მათგანი არის ეს, თუმცა ამჯერად არ მოყვა დიდი პროტესტი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დაძაბული ვითარება არის და დიდი არის წნეხი. თუმცა მაინც შეინიშნება, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა. ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები არ დაუშვეს ამ განხილვებზე. ამ შეთანხმებებს და კანონებს ადგილობრივები აღიქვამენ მაინც როგორც ზეწოლას, იმიტომ რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ადგილობრივების სრულილებიდან გამომდინარე ბუნებრივი პროცესი, ეს არის მართული პროცესი და ზუსტად ეგრე აღიქვამენ ისინი. ეს პრაქტიკულად რუსეთის მიერ საბოლოოდ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქმე იმაშია, რომ უკვე რუსეთის მოქალაქეებს იმ პრობლემების მიმართ საჩივრების განხილვა უკვე უშუალოდ აფხაზეთში საერთოდ არ დასჭირდებათ. რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული მათ
სასარგებლოდ გადაწყვეტილებები აუცილებელი აღსრულებადი იქნება უშუალოდ აფხაზეთში და საამისოდ საკმაოდ ბევრი მასალებია დაგროვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ. პრაქტიკულად ის დავები, რომლებსაც რუსეთის სასამართლოები მიიღებენ რუსეთის მოქალაქეების სასარგებლოდ, აუცილებელი აღსრულებადი იქნება აფხაზეთში და ეს აპარტამენტების კანონიც კი შემდგომ პრაქტიკულად გამოვა რაღაც ზღაპარივით, ვიდრე ის შედეგები, რაც ამ გადაწყვეტილებით შეიძლება დადგეს. East-Point-ის სავაჭრო სივრცემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს უმასპინძლა. გამოფენაზე მათ წარმოადგენეს ხელნაკეთი ნამუშევრები, სამკაულები, აქსესუარები, კერამიკა, ხის ნამუშევრები, ეპოქსიდის ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვი და შეკერილი ტექსტილის პროდუქცია, ტკბილეული, თაფლი, ქართული ტრადიციული ჩურჩხელა. დამთვალიერებელს ასევე დახვდა სხვადასხვა პროგრამები, როგორიცაა მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი აქტივობები, რაც უზრუნველყოფდა ღონისძიებაზე მეტი ვიზიტორის სტუმრობას. ორდღიანი გამოფენის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, როგორც ხედავთ, დღეს East-Point-ის ტერიტორიაზე იმართება დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. აქ წარმოდგენილია 20-მდე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას, რაც მათ მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი და კიდევ უფრო მეტი დევნილი დაასაქმონ თავიანთ ბიზნესში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც პოპულარიზაციის, ასევე სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართვის კუთხით. ორი დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე გამოფენა გაყიდვა გაიმართება. მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან მადლობა გადაუხადო ესპედის ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობისთვის. მსგავსი ღონისძიებები გარდა მატერიალური სარგებელისა ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და აძლევს სტიმულს მომავლის საქმიანობისთვის. ეს არ არის პირველი ჩვენი მსგავსი ღონისძიება და მომავალშიც გეგმავთ ჩვენი მეწარმეების მხარდაჭერას. მე და ჩემი ლაგოჯი აქტიურად მონაწილეობთ ყველა ღონისძიებაში, სადაც კი დაგვპატიჟებენ. ჩემი ჩანთები ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ასორტიმენტი ყოველ დღე იზრდება სხვადასხვა მიმართულებით. და ვაგრძელებ მუშაობას. ეს ჩვენთვის არის უდიდესი მხარდაჭერა, როგორც დევნილი, როგორც ქალი, როგორც ის უბრალოდ მეწარმეებისთვის, რომ ჩვენი ნამუშევრები წარმოვაჩინოთ და ფართო საზოგადოებას დავანახოთ. საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის ორგანიზებითა და თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერით აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 92-93 წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული დღეები. პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას და აფხაზეთში მშვიდობიანი გზების დაბრუნების იმედი გამოთქვეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა აფხაზეთის ომის მონაწილე ექიმები თამარ მეფის ენდალმითა და თამარ მეფის ჯვრით, გამორჩეული პედაგოგები ღვაწმოსილის წოდებით, აკადემია გულანის დიპლომებით, აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები სხვა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. საღამოს საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის პრეზიდენტი და ორგანიზატორი ნაირა მარშანია უძღვებოდა, შეხვედრას უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს საქართველოს ერთიანობისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ნაირა მარშანია საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ ილია ჭავჭავაძის სახელობის ენდალმითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჩვენ ყველამ ვიცით, აფხაზეთელებმა და სრულიად საქართველომ სექტემბერი როგორი მძიმე დღეა ყოველი ქართველისთვის და განსაკუთრებულად ჩვენთვის. და აი ამ ღონისძიებაზე იყო მოფერება, მოგონება, მონატრება, რა თქმა უნდა ნოსტალგიაც და რაც მთავარია ჩვენ გავიხსენეთ ჩვენი ღირსეული გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გამტკიცების საქმეს. მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება, თაობიდან თაობას გადაეცემა მათი გმირობის შესახებ. ბევრი სახელი შეიძლება უწოდო ასეთ ღონისძიებას, აფხაზეთის მონატრება,
დაბრუნების დიდი იმედი. მე მინდა უსურო საქართველოს ასეთი სიყვარულის სავსე, იმედით სავსე დღეები და მე ვიცი რომ სექტემბრის თვე მძიმე თვე არის დევნილებისთვის, მაგრამ მინდა რომ სექტემბრის თვე ერთიანობის დღე იყოს. ჩემი შვილები უკვე ახლა 32 წლის გახდა და მეორეც სულ ეკითხებიან სადაურები ხარ. ჩვენ სოხუმელები ვართ, მაგრამ თბილისში დავიბადეთ და როცა უჭირთ, როცა არ მოდიან გვიანამდე, ჩვენ ვიცით რომ გმირთა მოედანზე არიან და ბაბუას უზიარებენ. აი გეუბნები. აი მთელი ღამე ზიანik და თუ რამე უჭირთ, იმიტომ რომ კაცი მაინც იცით, სულ სხვა ის არის. აფხაზეთი ჩვენი 2024 სოხუმის დაცემის დღისადმი მიწყნულ ღონისძიებას დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა თაობის მომღერლები, მოცეკვავეები. საღამოზე წაიკითხეს ნინო მირცხულავას ლექსები, მონოლოგები. მოისმინეს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ვიდეო ჩანაწერები, სადაც ემიგრანტები იხსენებდნენ აფხაზეთის დატოვების რთულ დღეებსა და დევნილობაში მათ მიერ განვლილ გზებს. ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის პრობლემის გარშემო საზოგადოების გაერთიანება, ქართველთა და აფხაზთა საზოგადოებების ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ნდობისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობა. საღამოს აფხაზეთი ჩვენი 2024 ორგანიზატორი, მწერალი და კომპოზიტორი ნინო მირცხულავა იყო. საღამო შედგა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ დამინახე ადამიანების ნათელი სახეები, ბუთბრელი ღიმილი, აცემლებული თვალები, იმიტომ რომ დღევანდელი საღამო ეძღვება სოხუმის დაცემის სიტყვა, არ მოყავს, მაგრამ სოხუმის დროების დაცემას, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობდა იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით. იყო ასევე მონაწილეების დაჯილდოვება, ზოგი საპატიო სიგელით, ზოგი სამადლობელით, ზოგი წარმატებული სიგელით, ეს უმაღლესი საბჭოს მეშვეობით. მე პირადად დავამზადებინე თქვენთვის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი ტელევიზია და იმდენად აშუქეთ და იმდენი პროექტი გაქვთ, რომ თქვენთვის გავამზადებინე ჯილდო აი ასეთი აფხაზეთი ჩვენი 2024. ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, გარდა იმისა, რომ ყოველ ქართველს ახსოვს, რომ აფხაზეთი საქართველოა, ყველა ჩვენთაგანის ტკივილია, ეს კიდევ ერთხელ მომავალ თაობას აჩვენებს, როგორ მუდმივად იმ ცხელ წერტილში ვართ დღემდე. და რა თქმა უნდა, რომ ხარდასაჭერიც არის და უფრო გახშირებული სახითაც რომ იყოს მსგავსი ღონისძიებები, მისასალმებელი იქნება. მე და ნინო მირცხულავა შევასრულეთ ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც არის ნინო მირცხულავას დაწერილი და მოისმინეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგი სიმღერაა. ჩემს ეს დღე ყველამ უნდა იცოდეს და ძალიან მიხარია რომ აღინიშნა ეს დღე. ჩემთვის დიდი პატივია აფხაზეთისადმი მიძღვნილ კონცერტებზე, რომ ჩვენი ანსამბლი გუმბათი გამოდის. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ესეთი კონცერტები აფხაზეთში ჩავატარებთ ამ კონცერტებს.